შეძლებს თუ არა ტრამპი უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებას. ამერიკის 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პროექტი უკვე გასაჯაროებულია. დოკუმენტი, რომელიც ოლექსი გონჩარენკომ გამოაქვეყნა, უმეტესად რუსეთისთვისაა მომგებიანი და უკრაინის მხრიდან ბევრ კომპრომისს ითვალისწინებს. გეგმის თანახმად უკრაინამ დე-ფაქტო უნდა დათმოს ტერიტორიები, შეზღუდოს სამხედრო ძალების რაოდენობა და დაეთანხმოს, რომ არასდროს შეუერთდება ნატოს. უკრაინა ამბობს, რომ მათთვის წითელი ხაზია დროებით ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ტერიტორია და აღიარება. ზელენსკი წერს, რომ გეგმაზე მუშაობენ და ჯერჯერობით მძაფრ განცხადებებს არ გააკეთებენ. ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სოვეტიზაციას. პაპუაშვილი ევროკავშირს ისევ თავს ესხმის და ბრიუსელს საბჭოთა კავშირს ადარებს. რასაჭიროა ან რის მაქნისია ეს ბრიუსელი, თუ მას ევროპაში არ მივყავართ და ევროპასთან არ მივყავართ. პაპუაშვილი მონანიების ცნობილი სცენის პერიფრაზით ცდილობს საზოგადოება ოცნების იმ პროპაგანდაში დაარწმუნოს, რომელსაც კრემლში ხშირად იმეორებენ. პაპუაშვილის მსგავსად ევროკავშირით უკმაყოფილ ლუაზ ზახაროვაც კრემლის პრესპიკერი ოცნების პროპაგანდას იმეორებს და ამბობს, რომ დასავლეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვას სურს. ევროკავშირის ქმედებები ემსახურება კვლავ რუსეთის წინააღმდეგ ჩანაფიქრს, თქვა ზახაროვამ. მეწყერსა და წყალდიდობას ვიეტნამში 16 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა საცხოვრებელი სახლები. სტიქიის გამო საჭირო გახდა 10,000-ობით ადამიანის ევაკუირება.